აგრარული საკითხები დაინტერესებული ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და დეფიციტური აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებული სასწავლო კურსის სწავლება აგროსკოლაში დასრულდა. შემაჯამებელ შეხვედრაზე აგროსკოლის კურსდამთავრებულებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლეაშვილი, გარემოს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების დარგის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი შეხვდნენ და სერტიფიკატები გადასცეს. აგრარული საკითხები დაინტერესებული მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამა აგროსკოლა ყოველწლიურად ჩატარდება. აგროსკოლა ეს არის კარგი პლატფორმა, არის საფუძველი, არის мотивация იმის, რომ შემდგომში ამ ახალგაზრდებმა სწავლა გააგრძელონ აგრარული მიმართულებით. ჩვენი სამეცნიერო პოლიტიკაც ეს არის და პრიორიტეტიც ეს არის, რომ ხელი შეუწყოთ ახალგაზრდებს, რომ შემდგომში სწორედ იმ დეფიციტური პროფესიების მიმართულებით გააგრძელონ სწავლა, როგორც არის გარემოსდაცვის მიმართულება და როგორც არის აგრარული განათლება. გაეროს განვითარების პროგრამა შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან უკვე მე-12 წელი ახორციელებს ამ პროგრამას. უშუალოდ აგროსკოლის პროექტი არის შედარებით ახალი ინიციატივა, რომელიც წარმოუდგენელი წარმატებით სარგებლობს, დიდი წარმატებით სარგებლობს და პოპულარობით მის მსმენელებში და მოხარული ვართ, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და აქტივობას ხელს უწყობთ. დიდი ხანია ჩართული ვარ გარემოსდაცვით პროექტებში და აგროსკოლის შესახებაც აქედან გავიგე და ეს გადაწყვეტილება ნამდვილად კარგი იყო, რადგან მიღებული ცოდნა ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პროექტის ფარგლებში, საშუალება მოგვეცა, რომ მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც გვენახა.